გამოშვებას პოლიტიკური თემებით განმოგზავნებს ქართულ-სლოვაკური ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა ეს გზავნილი ბრატისლავადან საქართველოსა და სლოვაკეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა გაახმიანეს. შეხვედრაზე მსჯელობა ორმხრივ ურთიერთობებსაც შეეხო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო. მკაფიოდ ითქვა, რომ სლოვაკეთი საქართველოს ერთგული მეგობარია და ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენს ქვეყანას სრული მხარდაჭერა აქვს. ბრატისლავა ბრიუსელს კონფრონტაციის ნაცვლად დიალოგისკენ მოუწოდებს. ნინო არგულიანი განაგრძობს თემას სლოვაკეთიდან. საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ბრატისლავადან თბილისში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილებით ბრუნდება. მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოვაკეთი ევროპულ გაერთიანებაში საქართველოს ინტერესების დაცვას გააგრძელებს, რადგან საქართველო არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ევროპისთვის. გაკეთდა მნიშვნელოვანი გზავნილები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და პარლამენტაშორისი კავშირების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა დიალოგია და არა სანქციები. სლოვაკეთი, რომელიც 22 წელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, ევროპულ გაერთიანებაში საქართველოს ინტერესების დაცვას გააგრძელებს. ამ მკაფიო გზავნილით გამოვიდა რიხარდ რაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე და სლოვაკეთის დედაქალაქიდან თქვა, რომ ევროპა სანქციების ნაცვლად დიალოგის ფორმატს უნდა დაუბრუნდეს. ეროვნული კრების თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპის სტრატეგიულ სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს და ენერგოუსაფრთხოების თუ აზია-ევროპის დაკავშირებადობით. ევროპის ინტერესია, რომ ეს მარშრუტი სტაბილური და განვითარებული იყოს. არის თემები, სადაც ჩვენი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია, მათ შორის ევროკავშირში გაწევრების ჩვენი გამოცდილების შესახებ. საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის ადგილები, საიდანაც ენერგორესურსების მოპოვება შეგვიძლია, არამედ საჭიროა ამისთვის უსაფრთხო მარშრუტის უზრუნველყოფა. საქართველო რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საყრდენად. ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სლოვაკეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილი ევროპული ღირებულებების ერთგულია. პირველმა კანონმდებელმა ილაპარაკა იმაზეც, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონში დაძაბულობის შემცირებას, ომების თავიდან აცილებას და მშვიდობის უზრუნველყოფას ეფუძნება. ამ გზაზე კი პაპუაშვილი ხელოვნური დაპირისპირებების ადგილს ვერ ხედავს. საქართველო მტკიცედ დგას ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის სადარაჯოზე. ნამდვილი ევროპული ღირებულებები, მათ შორის ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციული ოჯახური ღირებულებები და ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში. ევროკავშირის წევრი სლოვაკეთი ბრიუსელის პოლიტიკის გამო წუხს. დამატებით ეს დახურული შეხვედრის შემდეგ ქართველმა კანონმდებლებმა აღნიშნეს. ითქვა ისიც, რომ სლოვაკმა სპიკერმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში. მე შემიძლია მოგიყვანოთ პირდაპირ ციტირება სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებისა, რომელმაც თქვა, რომ სლოვაკეთს და ევროპას საქართველო ჭირდება იმისათვის, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროპისა იყოს გარანტირებული. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო მთავარი თემა, თუმცა არა ერთადერთი საკითხი, რომელზეც ორი ქვეყნის კანონმდებლებმა ისაუბრეს. საქართველოს სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარებას განათლების სფეროშიც გეგმავს. სლოვაკეთმა სულ ცოტა ხნის წინ განახორციელა ძალიან მასშტაბური განათლების რეფორმა. ჩვენ გავიზიარებთ მათ გამოცდილებას, მოგეხსენებათ საქართველოს ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ვისაუბრეთ განათლების კუთხით, ეკონომიკის კუთხით, ტურიზმის განვითარების კუთხით, ევროინტეგრაციის კუთხით და გამოიწვია სრული მგზავრობა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა მთლიანად მზად არის ჩვენი ქვეყნის მეგობრობისათვის. ძალიან მეგობრ გარემოში მიმდინარეობდა ეს შეხვედრები და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო წინ წავცევს ჩვენი ქვეყნის იმ გზას, რომელიც გზაც არჩეული გვაქვს. შალვა პაპუაშვილმა და რიხარდ რაშიმ განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა და შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირმა კონფრონტაციის გზა დიალოგით უნდა შეცვალოს. მოკლედ, თუმცა მნიშვნელოვანი გზავნილებით დატვირთული ვიზიტი დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჯამა. მნიშვნელოვანი არის სლოვაკეთის პოზიცია, რომელიც სულად ემთხვევა ჩვენს მიდგომას. კონფრონტაციის გზა, რომელიც აირჩია ბრიუსელმა, არის არასწორი.
და ერთადერთი გზა, რომელიც ეკადრება ევროკავშირს, ეს არის დიალოგის გზა. საქართველოს დელეგაციას სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ბრატისლავის ციხესიმაგრეში უმასპინძლა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. შალვა პაპუაშვილმა კოლეგა საქართველოში მოიწვია.